სახელითა მამისათა და ძისა და დაწმინდისა სულისათა ჩვენთან არს და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს მერთვა მრავალს დაგასრო ჩვენ და სრულიად საქართველოს ამინ. დღევანდელ დღეს დაღუდა ძმანო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღასრულებს ილია წინასწარმეტყველის სცენებას, ილია მართლის ჭავჭავაძის სცენებას და არის ჩვენი პატრიარქის ილია მეორეს მფარველი წმინდანების დღე და ძნელია რომ ეხლა რომელზე ვილაპარაკო აღარ ვიცი. ილია წინასწარმეტყველზე, ჭავჭავაძეზე, ჩვენს პატრიარქზე თუ იმ სახარებაზე რომელიც დღეს წავიდა. მაგრამ მოდით შევეცადოთ ყველგან ცოტა რაღაცა თითო რაღაცა ესე იგი ნექტარის რო ჩაფობს ის ფუტკარი და რაღაცას ამოიღებს იქიდან ცოტა მოაქვს, მაგრამ ძალიან სასარგებლო რამე მოაქვს. აი შევეცადოთ რომ ესეთი სასარგებლო რაღაცები ავიღოთ თითეული მათი ცხოვრებით. და სახარების შესახებაც უნდა ვთქვათ და ალბათ სახარებით უნდა დავიწყოთ იმდენად სახარება პირველი. წმინდა წერილში წერია ასეთი რამ, მაცხოვარი ქადაგებს და მოდიან მასთან ებრაელები უნებიან რომ რაიმე სასწაული გვაჩვენია. და ის ამბობს რომ არც ერთი წინასწარმეტყველი თავის მამულში შეწყნარებული არ არის. ის თავის მამულში იყო, კაფარნაუმში იყო და ქადაგებს. და ამის შემდგომ დაიწყოს ასეთ რამეს, რომ აი ილიას დროსო ილია თესბითელს გულისხმობს წინასწარმეტყველს. უამრავი თვიური ცხოვრობდაო სიდონის სერაფთაშიო, მაგრამ ერთადერთ თვიმთან მივიდა ილია და მასთან იყო მთელი ეს შიმშილობის პერიოდი, როცა ჩამოვარდა 3 წელიწად ნახევარი. უამრავი კეთროვანი იყო ისრაელშიო, მაგრამ ერთადერთი ნეემან ასურიგანი კურნაო ელისე წინასწარმეტყველთან. ეს მაგალითები მოყავს რატომ იცით რომ შეიძლება თქვენ რაღაცას ხედავთ, მაგრამ სინამდვილეში არ გაქვთ ამისი პატივისცემა მადლიერება არ გაგაჩნიათ. მისი ეს ქადაგება გამოიწვევს ისეთ აგრესიას. იქ კიდე ქადაგების მასიტყვებია უბრალოდ ეს სხვა მიმართულებით მინდა წავაყენოთ თქვენი გონება. მისი ეს ქადაგება გამოიწვევს ისეთ აგრესიას, რომ მოკიდებენ მას ხელს და წაიყვანენ ის წვერზე, საიდანაც უპირებენ გადმოგდება. და ის წვერზე როცა ავლენ, მაცხოვარი მათ შორის გაკრება ხელიდან გაუსწრება ესე რომ სასწაულებრივად რა თქმა უნდა ვეღარ დაინახავენ მას და უკან დაბრუნდებიან. მე ყოველთვის მაინტერესებდა ერთი კითხვა ამ სახარებას რამდენჯერაც არ დავიკითხავდი. ყოველთვის მქონდა ერთი შეკითხვა. კაცო, ის წვერზე რომ მიდიოდა ეს ხალხი და ქრისტე რო შეპყრობილი ყავდა. თუ ქრისტე გაქრობას აპირებდა და გამოსვლას აპირებდა და ამ ხალხი ცოდვაში არ ჩაგდებას აპირებდა, ის წვერზე ასვლამდე რატო იქვე გაცილდა? ჩვენ თუ გიფიქრიათ ამ თემაზე. იცით როგორი ამბავია? საოცარი ამბავია, სახარების არც ერთი დეტალი არ არის ჩვენთვის უმნიშვნელო. ყველა საცოდნელია, ყველა საზეპიროა. იცით რატომ არ მიყვება მათ ფიქრებამ? იმიტომ რომ ადამიანმა შეიძლება ძალიან კაცური გადაწყვეტილება მიიღოს, როდესაც ის გაბრაზებულია რაღაცაზე. როდესაც ის აფლიქტურ მდგომარეობაშია, შეიძლება მან ძალიან სასტიკი გადაწყვეტილება მიიღოს. ისევე როგორც ამ შეკრებილმა ხალხმა მიიღეს უცბად გადაწყვეტილება, რომ ეხლა ეს კაცი უნდა გადმოვაგდოთ ის წვერი. მაგრამ იცით რა, სანამ ის წვერზე ახვალ, შენი გონება უნდა დაწმარდეს. შენ ამ ემოციიდან უნდა გამოხმიდე. ემოცია აღარ უნდა გმართავდეს. და თუ მაინც იქასული იგივეს აპირებს, უკვე ემოციები აღარ გმართავს, შენ გამისნულად ბოროტება გაქვს გულში, რომ ეს ადამიანი მოსწონდა მოაშვა. სხვა რა შეიძლება დაერქვა, იმიტომ რომ ამ წუთში შეიძლება გავბრაზდე და ამ სიბრაზისგან ყველაფერი გავაკეთო აქ რაღაცა უკადრებელიც კი. მაგრამ თუ კი ბიბლი სანამ ის წვერამდე ევა, თქვენ კაცი მიყავს კიდე არ დაგავეცდე, რომლის გადმოგდებასაც ვაპირებ. თუ მთელი გზის განმავლობაში ჩემში ადამიანობამ არ დაიხვეწა და თუ ვერ მივხვდი იმას, რომ კაცის გადმოგდება ფსიქოლოგიდან არ შეიძლება და მით უმეტეს იმ მიზეზით, რომ ის სიმართლეს ლაპარაკობდა და შენ ეს სიმართლე მწარე ფონზე მოხვდა, თუ ეს ამას ვერ მივხვდი, მაშინ ძალიან ცოტა თამაში შეცდები. მაშინ ძალიან დიდი ფიქრი გმართებს იმისა, რომ ხალხური საერთოდ ადამიანია. ამიტომაც ქრისტემ მათ გააცადა, რომ თის წვერამდე მისულიყო. თის წვერზე უნდა ასულიყვნენ და იქედან გაუჩინარდა მათთვის, იქედან იქნა მათთვის უხილავი, რომ
აი ამ ხალხს თავისი გოროტება დაენახა, თავისი გოროტის აქციები დაენახა. და მაგალითად კვლავ ილია წინასწარმეტყველი მოიყვანა, რომ აი უამრავი ორივე ცხოვრობდა, მაგრამ ერთ მივთან მივიდა. რატომ იმ ერთ მივთან? იმიტომ რომ იმ ერთ მივის გულს შეეხო ერთი. იმ ერთ მივთან ცხოვრობდა, იმ ერთ მივს აღუდგინა შვილი, რომელიც მოუხდა და ასე შემდგომ. ეს ძალიან საინტერესო ისტორია, ილია წინასწარმეტყველი. მე გირჩევთ, რომ ეს არის მესამე მეფეთა წიგნი ძველი აღთქმიდან და მეოთხე მეფეთა დასაწყისში, ცოტა არის კიდე რაღაც ნაწილი, სადაც მის შესახებ არის მოყოლილი და უნდა კითხულობდეთ ამას. ისეთი ისტორიული წიგნია და ძალიან საინტერესოა. არ არის ძნელი საკითხავი, არ არის ძნელად საკითხავი წიგნები, რომ შეიძლება თვითონ ფრაზა წაიკითხო და მთელი დღის განმავლობაში რაღაც აი ბევრ საქმეში შეჭავდა. მეტი აღარ შეგეცდეთ, აი ესე იყო ავსებული. მაგრამ ეს ისტორიული წიგნია, ძალიან საინტერესოა. ილია წინასწარმეტყველი გამოჩნდება ახალ მეფის დროს, რომელსაც ყავს სხვათაშორის ეს სიდონელი ქალია. ეხლა თურქთან ხო იყო სიდონელთან შეფერებული. ეს სიდონის დედოფალი, რომელიც არის ქართველებმა როგორც უბედური დედაკაცია. აი რაღაცა ესე იგი ძალიან გუროა, რომელმაც შემოიტანა ბაალის კერპი. ეს ბაალის კერპი გახდა ნაყოფიერების სიმბოლო, რომ თითქოს ნაყოფიერება გვექნება დიდი და გამომდიდრდებით და ხალხს მოიცით ეს ძალიან მოსწონს, რომ გამომდიდრდებით, წავი აბა რა გავაკეთოთ, უნდა გამომდიდრდეთ, რა გავაკეთოთ, ბაალს უნდა ზეთ ნაყვანი. რომ დაიწყეს ბაალის ნაყვანისცემა. ილია წინასწარმეტყველი ძალიან მოშურნია და ეუბნება ამ ხალხს, რომ მოაკეთებთ ამას. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ცოდვა. მან დააფუძნა საწინასწარმეტყველო სკოლები. მას ჰყავდა აღზრდილები, აი საწინასწარმეტყველო სკოლა, ამიტომ რომ თქვენ კარგად გესმოდეთ, როგორც დღეს არის თქვა სემინარია, აკადემია, სადაც ღვთისმეტყველება ისწავლება. რომ დაამთავრებს ადამიანი, მერე შეიძლება დიპლომში ღვთისმეტყველი ჩაეწეროს, თუმცა კი როგორ ღვთისმეტყველია ეს ერთმა იცის, რომ მეცნიერია დიპლომში ასე მაგას. ამიტომ გულისხმობ ეხლა რას რომ ესეთი სკოლა იყო და ახლობით და იმას წინასწარმეტყველი ერქვა, ვინც ამ ეს არნიშნავდა იმას, რომ აუცილებლად ისეთი წინასწარმეტყველი იყო ჩვენი გაგებით, რომ წინასწარი ხედვა ჰქონდა. არა, უბრალოდ ეს საღვთისმეტყველო განათლება ჰქონდა მას მიღებული მაშინდელი. ესე იგი სიტუაციაში როგორც ეს შეიძლებოდა რომ ყოფილიყო წერა-კითხვა იცოდა, წინა წერაც კითხულობდა, განმარტებები იცოდა, ესე გარდამოცემები იცოდა და ილია წინასწარმეტყველის დაფუძნებულია ეს ყველაფერი. მოშურნე იყო ძალიან ესეთი აი მოკლედ სიმართლისათვის თავდადებული კაცი იყო. თან ცხოვრობდა როგორც ბერი, ცოლი არასდროს არ ყოლია, სულ მართულობდა, სულ რაღაცა აი განსაკუთრებულ ღვაწლში იყო. რატომ გიყვებით აი ესეთ ამბავს? უთხრა რომ ხომ არის ნაყოფიერების ღმერთი თქვენთვის ბაალი და ხო გქონიათ რომ ეხლა ბაალისგან თქვენ გამდიდრდებით და ბევრს იშოვეთ. აი ნახავთ ეხლა რაც ხდება. 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში დაიკეტა ცა. ერთი გრამი წვიმა არ ჩამოსულა. ერთი ნესტი არ მოსულა, საერთოდ რომ მიწას ოდნავ რაიმე შეღავათი და მკვირება მიიღო. ამიტომ მოსავლის გარეშე დარჩა ფაქტურად მთელი ისრაელი. მთელი ამ 3 წლის განმავლობაში, 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში, ილია იყო ერთ მივთან, რომელთანაც მოვიდა უთხრა რომ თუ შეგიძლია ერთი ფერი გამომიწვეოდა. ეს კაცი ეუბნება რომ ერთი მუჭაფრილი მაქვს, ამას მოვზელო შევჭამ მე და ჩემი შვილი და მოგდებით ორები ამის მეტი აღარაფერია. ილია უთხრა გერმემა ჩამეოდა, მე არაფერი გამოჩნდება. მართლაც ეს კაცი წარმოიდგინეთ, შვილსაც კი არ მიაღწევს, ყველას მოზელს ამას და ილიას მისდით. მის აი ამ ფურჩელში აღარც კვილი ილევა და აღარც ზეთი. ამ 3 წელიწადის განმავლობაში, განმავლობაში, სანამ ილია მათთან არის და სანამ შიფშილობა მიმდინარეობდა მძვირვაში. იცით ძალიან შორს წაგვიყვანს ეხლა. მე როგორც ვიმა მოიყვანა ილია, როგორც ეს ბაალის მსახურები, როგორც დახოცეს ყველა, იმიტომ რომ ილიამ სასწავლებლად ერთი იმოწოდა იმას ამოვიდა. ისინი ორი დღე ღაღადებდნენ ბაალს და ეს ყველაფერი ახაზის ფალციფობდა. ეს წინასწარმეტყველები დახოცეს, ამის გამო გამწვერდა ის უბედური დედაკაცი, როგორც გითხარით, იზაბელი ერქვა მას, რომელიც ილიას მოსაკლავად დასჯერდა გამოდები და ეს განსარებული ილია, სიმართლისთვის მებრძოლი ილია. თავარი ამბავი მინდა მოგიყვეთ ერთი მის ცხოვრებაში, თორე ესე ბევრსაკოლი ძალიან ბევრი. აი ესე განსარებული ილია, გაქცეული, სინაის მთის ერთ-ერთ ხეზე არის, აღარ მახსოვს ის სახელი. და იქ იბრძვის ესე იგი ამ სიმართლისათვის და უნდა რომ ეს ცოდვილები დასაჯოს. ძალიან უნდა რომ ეს ცოდვილები დასაჯოს.
მოსაჯეს. ეუბნება რომ ჩემს მეტი მართალი აღარავინ აღარ დარჩება, მერტო ასე ლოცულობ. მერტი ეუბნება, მეო შემონახული ხალხო, 7000 კაციო, რომელსაც ბაალის წინაშე მუხლი არ მოუწევს. შენ რომ არ იცი ეს იმას არ ნიშნავს რომ მერტმაც არ იცის. მერტმა იცის, ვინ არის მისი. ასე რომ ჩვენ გვაქვს ეს რაღაცა აბულა ესე გაკეთებული ჩემიანები და სვისიანები, ასე გვაქვს ჩაწერილი ხალხი. მაგრამ სინამდვილეში ვინ არის მერტისიანი და ვინ არ არის მისი ეს მერტი კონკრეტულად იცის. ამიტომ ილიას რომელსაც განაჩენის გამოტანა უნდა ნახეთ როგორ დააოგებს მას მერტი. ეუბნება რომ ის თვეზე დადექი და მე ჩავიმი. გამოვა ილიას და დაგიოს. ამოვარდება ძალიან ძლიერი ხარიშხალი, გამანგრეველი, ლოდებს რომ ერთმანეთს სპორტსნის ისეთი ძლიერი ხარიშხალი. და ამ ხარიშხალში არ არის მერტი. ამის შემდგომ მოხდება ძალიან დიდი მიწისძვრა. მიწა ფერს გახსნის, იმგრევა და ირგევა ყველაფერი. არც ამაში არ არის მერტი. ამის შემდგომ ცეცხლი ჩამოვარდება ციდან გამწველი, გამაუგებურებელი. არც ამაში არ არის მერტი. ამის შემდგომ მობერავს ძალიან სასიამოვნო სიო და ამაში არის მერტი. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ სინამდვილეში ღმერთი ასე ეხება ადამიანს. სინამდვილეში ღმერთი ასეთ ურთიერთობაში ადამიანია. არც ცეცხლია, არც ხარიშხალია, არც დამანგრეველი მიწისძვრა არ არის, არამედ არის ის სასიამოვნო სიო, რომელიც შენი გულის წინ შეეხება და ხვდები, რომ ეს არის ნამდვილი და ჭეშმარიტი ბედნიერება. და სწორედ ამას ეუბნება ილიას, რომ სასჯელი მე დღესვე შემიძლია ცეცხლის, მიწისძვრას, ხარიშხალის დამანგრეველის, მაგრამ მე მინდა რომ ადამიანს ასე შევეხო, ასე შეუყვარდე ადამიანს და არა ისე როგორც შეგინდა რომ ცეცხლი ჩამოვიდეს და მიწისძვრა მოხდეს და ასე შემდეგ. გახსოვთ ახალი ალყიდანაც შეგახსენებთ იგივე ამბავს. სამარიტელთა ერთ-ერთ სოფელში არ მიიღებენ ქრისტესთან მის მოწაფეებს. და იაკობი და ივანე გამოვალ ქრისტესთან და უკვე მიცემულია ხელისუფლება და მათი ხელიდან რაღაცა სასწაულები უკვე აღსრულებული. ამიტომაც გამოვლეს და ეუბნება რომ არ იცით მისი სულისანი ხარ. მომენტალურად მათ ეუბნება ამ ხელს რითი არ იცით მისი სულისანი ხარ. ცეცხლის გარდამოვლენას და თავის მოჭრას და მიდან გარდებას რა უნდა აბა შენ ისე შეეხე როგორც ის სიო შეეხება ადამიანს რომელიც დამაშვალი სიცხისაგან გაუბედურებული სადღაცა შეიძლება დია ეს სიო როგორც მიესალმუნება მას და გამოაცოცხლებს და მისცემს მას საშუალებას იმისას რომ კვლავ ჩაისრულოს და ღერი და სიცოცხლე გააგრძელოს ასე შეეხე შენ ადამიანს თუ შეგიძლია ეს არის ნამდვილი ღვთაებრივი სული და არა ის რომ ცეცხლს გარდამოიწევ და დაბუგავ ყველაფერს ან ხარიშხალს ამოწრიდა ესე იგი წარწმიდა ყველაფერს პირამიდე დედამიწაზე. ამიტომაც ილიას მიუხედავად იმისა რომ მართალია, მიუხედავად იმისა რომ შემართება აქვს ასეთი, რომ უნდა სიწმინდე იყოს მის ქვეყანაში, უნდა რომ გადარჩეს მისი ქვეყანა, უნდა რომ იქ ცოდვილებმა აღარ იბოგინონ ისე როგორც ეხლა დღეს ვთქვათ, მიშვებულია გააღვირე ყველაზე და ყველაფერზე. ღმერთი მას აჩერებს და ეუბნება, ილია, არც ხარიშხალში ვარ, არც ცეცხლში, არც დამანგრეველ მიწისძვრაში, მე ვარ იმ სიოში, რომელიც ასე ესალმუნება შენ სხეულს. აი ესე ესალმუნება ღმერთი ადამიანის გულს და ამაშია სწორედ ღმერთი. და თუ ვინმე სხვაგან ეძებს, ცდარია, თუ ილიას ამბობს. და თუ ვინმე სხვაგან ეს მისი რაღაცა მრისხანების დაკმაყოფილება, ან მისი რაღაცა ესეთი პირადი ამბიციის დაკმაყოფილება, რომ თვითონ არის სიწმინდის დამცველი, თვითონ არის გადამრჩენელი, თვითონ უნდა ესე იგი გამოიხსნას ეს რაღაცა და ცოდვილები დასაჯოს და მართლები გაამართლოს. ამიტომაც აბა დაფიქრდით ამ მაგალითზე ილიას ცხოვრებიდან და პასუხით თქვენთვისაც ბევრ რამეს გაეცემა. არ შეიძლება რომ არ ითქვას, რომ ილია მართალი ჭავჭავაძე ასევე ჩვენი დიდი წმინდანი, რომელიც არის თქვენ წმინდანებს ლაპარაკობ ისეთ საუკუნეების უკან იყო, რომ ხანდახან შეიძლება რაღაც ლეგენდად მოგეჩვენოს მათი ცხოვრება, მაგრამ ილია ჭავჭავაძე შეიძლება აღარ უნდაცა ჩვენი ბაბუის მამას ახსოვდა და შეხვედრილი იყო და იმდენად ახლოს არის. ამ ადამიანმა რაც გააკეთა, რაც შეძლო მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ეს იყო ალბათ ნამდვილად მიცვალებულის აღდგენა, იმიტომ რომ მკვდარი საქართველო გააცოცხლა,
მძინარე საქართველო გააღვიძა და უთხრა და ელაპარაკებოდა გამოდებულად იმას, როგორ უნდა ეცხოვრათ და რა უნდა ეკეთებინა. ამიტომაც ერის მამა უწოდა მას, სამართლიანად უწოდა მას ერის მამა ქართველმა ხალხმა. და მე ძალიან მომწონს ეს ეპითეტი, რომელიც თამას გამყრელს ემუქრა ჩვენს პატრიარქს, რომ თქვენ არა მარტო ილია მეორე ბრძანდებით, არამედ მეორე ილია. იმიტომ რომ ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობაც სწორედ ასეთი, რომ მთელი მისი ცხოვრება მან თავისი თავმდაბლობა, თავისი სიყვარული, თავისი მოგრძადებული ლოცვი, ისევე როგორც ილია თესბიტელი, უდაბნოში იყო თუ მასთან რა ქვია, გამოქვაბულში იყო, სადაც ყორნები ხვებავდნენ, თუ ანგელოს მიქონდა საჭმელი, სწორედ ასე, აი არავის რო არ გაუგია მისი მოღვაწეობები, როგორ მოღვაწეობს ეს ადამიანი სინამდვილეში, როგორი ლოცვა შეუძლია, როგორი მდგმარება შეუძლია, როგორი მოთმინება შეუძლია. ერთხელ მაინც თუ გაგახსენდებათ თქვენ ვინმეს, რომელიმე ცილეს წამებაზე რომ გამოსულიყოს, ან პასუხი გაეცეს, ან ახსნა განმარტება დაეწყოს, ან მსგავსი რა მოხდა რა. და ცილის წამებების კასკადს ნუ ახლა აღარ ჩამოვთვლით, ვინც კარგად მოგეხსენებათ ეხლა ტელევიზორი ყველას აქვს და საინფორმაციოც ყველა უნდა. ამიტომაც ნახეთ ეს ორი პიროვნება რაღაცა სული თითქოს ძალიან ნახევარნათესავები არიან ერთმანეთისათვის. ილია მართალი ჭავჭავას და ჩვენი პატრიარქი ილია, რომლებმაც ჩვენი ერისთვის ასეთი დიდი საქმე გააკეთეს. ძალიან ძნელი იქნება ამ ყველაფერს ჩამოთვლა, ძალიან ძნელი იქნება ამ ყველაფერს ეხლა ესე მოყოლა ლევანდელი, ესე იგი წირვის მერე კიდე დავდგეთ ამაზე ვილაპარაკოთ, ნამდვილად არ იქნება ალბათ სასურველი. ერთადერთი რაც მინდა გთხოვოთ, რომ უნდა დაფიქრდეთ ამაზე და უნდა გქონდეთ გონებაში ეს, რომ რა როგორი მოწყალება მოიღო ჩვენს ღმერთმა, სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა ეს ჩვენს ეს. და თუ ასეთი მოწყალება იქნა შენთვის მოგებული, რა გმართებს შენ? მადლიერებით. ადამიანი უნდა იყო მადლიერი, გამუდმებით მადლიერება გმართებს, როგორც არაერთის ეს მითქმავს 115 ფსალმონის ზიარების წინა ლოცვებში არის და ამიტომ კარგად უნდა გახსოვდეთ იქ როგორ წერია. რა იმივაგო უფალსა ყოვლისავეთვის რომელი მომაგონე? ანუ რითი გადავიხადო მე ის სამადლობელი, რაც მე უფალმა გამიკეთა. და პასუხი სხვაგან კი არ არის საზებრები. იქვე შემდეგი სტროფია. სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო და სახელსა ღვთისასა ვხადო. სასუმელი ცხოვრებისა რა არის? ბარძიმი, ზიარება. ამ ბარძიმს არ უნდა მოშორდეს არავინ, თუ კი მადლიერება აქვს გულში. ბარძიმისგან შორს არასდროს არ უნდა იყოს. მერე ვეზიარები, შემდეგ აღდრომას და მერე როცა ღირსი ვიქნები, ამას რომ ვუყურებიან, ხო საერთოდ სასაცილოა ეს ადამიანი. ეხლა რო ეზიარებო იყავი ღირსი და ამის მერე რო შევიხდები, როცა ხარ ღირსი, კიდე უკეთესი მდგომარეობა იქნება. ამიტომაც მადლიერება გაქვს ხედავ ამ ყველაფერს და უნდა გქონდეს მადლიერება, ყოველთვის გაგახსენდეს ფსალმონის ეს სიტყვები. რა იმივაგო უფალსა ყოვლისავეთვის რომელი მომაგონე, სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო და სახელსა ღვთისასა ვხადო. ანუ სამადლობელი მსხვერპლი შევწირო, სიტყვიერი მადლობა მაინც თქვა, თუ სხვა მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია. არ მოვშორდე ბარძიმს და მადლიერებითი ლოცვა იყოს ჩემს ბაგეებზე გამოდმებით. ამინ. გალოცვილი და გახარებული გამოდმებით ქრისტეს ღმერთმა, ჩვენს პატრიარქს გულოცვის მთავრები წმინდანების დღეს მთელ საქართველოს და მათი ლოცვის ღმერთმა გადაარჩინოს და გაამხნიაოს ჩვენი ქვეყანა. ამინ. ამინ.